მშვიდობისა დღეს ხუთშაბათია და 23 საათზე პირველი არხის ეთერშია პირველი თემა. დაპირისპირება ერთთვიანი აქციების შემდეგ პოლიციის სამმართველოსთან მომხდარი შეხლა-შემოხლა და მზადყოფნა დიალოგისათვის. დაპირისპირების მეორე დღეს შეხვედრისა და დიალოგის შეთავაზების ადრესატი ამჯერად ხელისუფლებაა. პოლიტიკური ოპონენტები ხელისუფლებას შეხვედრის დროისა და ადგილის დასახელებას თავაზობენ. ერთობლივ განცხადებაში ოპოზიცია ისევ ხაზს უსვამს, რომ გეგმა არ იცვლება და კრიზისიდან გამოსვლის გზა მათთვის ისევ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლაა. თუმცა მაინც ფიქსირდება მზადყოფნა შექმნილ ვითარებაზე მხარეებმა ერთად იმსჯელონ. ვინ როგორ ხედავს გამოსავალს, დღეს პირველი თემა წარმოგიდგენთ. დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის. როგორ აფასებენ პოლიტიკური ძალები პოლიციის სამმართველოსთან მომხდარ ინციდენტს, რამდენად არსებობს პროცესების კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლის საფრთხე და არიან თუ არა მხარეები მზად უპირობო დიალოგისათვის. არავით არის კანონდარღვევა იქ არ იყო, კანონდარღვევა თუ იყო ვინმეს მხრიდან, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლება, მხოლოდ და მხოლოდ პოლიცია და ეგრეთ წოდებული სპეციალური დანიშნულების რაზმი. ძალიან სამწუხაროა, რომ როგორც ჩანს დღეისათვის საქართველოში კვლავ არ არსებობს პოლიტიკური ნება, პოლიტიკური პრობლემების პოლიტიკური მეთოდებით მოსაგვარებლად და ეს ვითარება უნდა შეიცვალოს. ჩვენი ოპონენტები დიალოგის ნაცვლად პროვოკაციების გზებით სიარულს აპირებენ. მე იმედი მაქვს, რომ გამოჩნდებიან პოლიტიკური ძალები, რომელიც დიალოგისთვის რეალურად სად იქნებიან. გადაუდებელ აუცილებლობად მიმაჩნია, რაც შეიძლება სწრაფად შედგეს მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. შეხვედრა, რომელსაც მე ვიძახი, იქნება წინაპირობების გარეშე. დიალოგი თუ რადიკალური საპროტესტო გამოსვლები. როგორია ოპოზიციის არჩევანი და რისთვის არის მზად ხელისუფლება. ირაკლი ალასანია, პავლე კუპლაშვილი, გიორგი ახვლედიანი პირველი თემის სტუდიაში. ეს პირველი თემა პირდაპირ ეთერშია. ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი გახლავთ ალიანსის საქართველოსათვის ლიდერი ირაკლი ალასანია. ბატონო ირაკლი, საღამომშვიდობის. მადლობას მოგახსენებთ სტუმრობისათვის. ბატონო ირაკლი, დავიწყოთ პირველ რიგში საუბარი გუშინდელი ფაქტის შეფასებისგან. რა მოხდა გუშინ პოლიციის სამმართველოსთან, იყო თუ არა რეალური საფრთხე იმისა, რომ ქვეყანაში მწვავე დაპირისპირება დაწყებულიყო? მოგვიანებით გეტყვით თუ რა იყო რეალური გამომწვევი მიზეზი იმ შექმნილი ვითარების, მაგრამ საფრთხე რა თქმა უნდა ძალიან მაღალი იყო. გუშინ პრაქტიკულად მე ვიტყვი იყო ერთ-ერთი ყველაზე ძალიან რთული დღე ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის, მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლის პერიოდში. მე ვიტყოდი და შევაფასებდი ასე, რომ საქმე ძალიან ახლოს მივიდა ისეთ დაპირისპირებასთან, რომელსაც შეიძლება მოყოლოდა ქვეყანაში ქაოსი. სწორედ ამიტომაც ყველა პოლიტიკური ძალა, პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ძალა დღეს დაინტერესებული უნდა იყოს იმ შეხვედრით, რომელზედაც ჩვენ განცხადება გავაკეთეთ დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა, რომ ეს შეხვედრა შედგეს დაუყოვნებლივ ძალიან მოკლე ვადაში და ჩვენ მზადა ვართ ხვალიდანვე დავიწყოთ საუბარი ამ შეხვედრის მომზადებასა და ორგანიზებაზე. ჩემი აზრით დღეს ქვეყანა ისეთ მდგომარეობაშია, როდესაც გარდაუვალი იქნება თუ კი კონტროლიდან გავიდა ვითარება, ქაოსი, დაპირისპირება, ძალადობა, რომელსაც დღემდე იყენებს ხელისუფლება საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ და ყველაფრის ამის თავიდან აცილებისთვის მე ვხედავ ერთადერთ გზას, რაც შეიძლება სწრაფად შედგეს შეხვედრა და დავიწყოთ პოლიტიკური კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანაზე ერთობლივი ზრუნვა. მე ვიქონიოთ რომ შეხვედრაში თქვა და ამაზე ჩვენ აუცილებლად ვისაუბროთ, თუმცა მანამდე მოდი დავუბრუნდეთ მიზეზებს, რაც თქვენ ახსენეთ ბატონო ირაკლი. თქვენ ბრძანეთ რომ დღეს ყველა პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე ყველა ძალა ხვდება, რაში არის გამოსავალი, მაგრამ რამდენად იღებს პასუხისმგებლობას ყველა პოლიტიკური ძალა იმაზე, თუ რატომ მივიდა გუშინდელ დაპირისპირებამდე საქმე? ძალიან კარგი შეკითხვაა. თქვენ იცით, ძირითადი მაპროვოცირებელი იმ ვითარების, რაც შეიქმნა პოლიციის შენობასთან, იყო იმ სამი ახალგაზრდის მიმართ განხორციელებული ძალადობა დაკავების შემდეგ, რომელიც ჩვენთვის ცნობილი გახდა თვითონ პოლიციიდან გამოსული ინფორმაციით ადვოკატების და სახალხო დამცველის მოადგილის მიერ. ეს პრაქტიკულად ძალადობა, უკანონობა განხორციელებული იქნა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, დაკითხვების პერიოდში ამ ახალგაზრდების მიმართ. დაკავებიდანვე ჰქონდა ცნობები, რომ მათ მიმართ ფიზიკური ანგარიშწორება ახორციელდებოდა. ეს პრაქტიკულად არასრულწლოვანი ერთ-ერთი 15 წლის მოზარდი, რომლის მიმართაც იყო ასევე ძალიან შეურაცხმყოფელი პიროვნული ღირსების შეურაცხმყოფელი ზეწოლის მოხდენის მცდელობა. ამან განაპირობა ზუსტად საზოგადოების აღშფოთება, იმ საპროტესტო აქციის მონაწილეების აღშფოთება, რომელმაც გადაწყვიტეს, რომ მისულიყვნენ პოლიციის შენობასთან და გამოეხატა თავისი პროტესტი იქ. ამ შეთანხმებას ჩვენს მივახციეთ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომ ეს პროტესტის ფორმა ყოფილიყო მშვიდობიანი, იქ დაგეგმილი გვქონდა ჩვენ
სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლის მიყვანა, დაგეგმილი იყო ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მათი ინფორმირება, მაგრამ პროცესები სპონტანურად წარიმართა, იმიტომ რომ საზოგადოების აღშფოთება რეალურად იყო იმდენად მაღალი, რომ გადაწყვეტილება იქნა სწრაფად მიღებული. მე კიდევ ერთხელ დავიმეორებ, ძალიან დიდ საფრთხეს გადარჩა გუშინ საზოგადოება, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული არიან და პრაქტიკულად სისხლიც დაიღვარა და მიზან მიმართული სროლა მიმდინარეობდა პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების. ანუ მხოლოდ ამ ახალგაზრდების დაკავება არის ერთადერთი მიზეზი? იქ მისვლის. თქვენ ახსენეთ, რომ მშვიდობიანი ყოფილიყო აქცია, ამას ეს იყო ოპოზიციის ლიდერების სურვილი. თავიდანაც როცა იწყებოდა აქციები, ხას უსვამდნენ ოპოზიციის ლიდერები იმას, რომ ისინი შეეცდებოდნენ ყველანაირად არ გაცდენდა კონსტიტუციის ჩარჩოებსა და კანონის ფარგლებს ეს აქციები. გუშინ ხომ არ იყო ის ერთ-ერთი შემთხვევა, ნებავთ ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ოპოზიციის ლიდერებს გაუჭირდათ თავიანთი აქტივისტები მოაქციათ კანონის ჩარჩოებში. რადგანაც კადრებშიც კარგად ჩანს, რომ ოპოზიციის ლიდერები ზოგიერთი აქტივისტი მოუწოდებს დანარჩენ აქციის მონაწილეებს უკან დაიხიონ, თუმცა მათაც მოხვდათ ოპოზიციის ზოგიერთი აქტივისტის მიერ მოქმეული ჯოხის დროშის ტარი თავში. მასასთან ურთიერთობა ადვილი არ არის, მაგრამ იქ მისული პოლიტიკური ლიდერები კარგად ჩანს კადრებიდანაც, რომ აწყნარებდა საპროტესტო აქციის მონაწილეებს, პრაქტიკულად გაკეთდა ბუფერული ზონაც თვითონ პოლიციის შესასვლელსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის. ის ზალა, რომელიც გამოიყენა პოლიციამ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩემი აზრით, არა მარტო არაპროპორციული, ეს იყო დანაშაულებრივი. ის მეთოდი, ის ტყვიები, რომელიც იქნა გამოყენებული, აბსოლუტურად არ ჯდება არც ერთ კანონის ჩარჩოში. 40-მდე ადამიანია უმძიმესად დაშავებული. რამდენიმემ და ერთ-ერთმა ეხა დანამდვილებით მითხრეს, რომ დაკარგა ერთ-ერთი მხედველობა. ეს არის თქვენი ჟურნალისტი, ასევე მსხვერპლი გახდა იმ ტყუის, რომელიც პოლიციის მიერ იქნა ნასროლი. ეს არის ზალადობა, რომელიც ასევე ლოგიკურად შემდგომში უკვე დაბადებს ზალადობას, თუ კი ამას საზოგადოებამ შეფასება არ მისცა და ყველა პოლიტიკურმა ძალამ კიდევ ერთხელ მეუბნება არ გააკეთა თავის შესაძლებლობის მაქსიმუმი, რომ შეჩერდეს ეს ზალადობა. ამაზე შეკითხვას ჩვენ აუცილებლად დავუსვამთ ხელისუფლების შეხვედრაში და დიალოგში, რომელიც იქნება ჩვენი გადაცემის სტუმარი, როდესაც საუბრობთ გუშინდელი ინციდენტის გამომწვევ მიზეზებზე. იყო თუ არა ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ამისა ოპოზიციის აქტივისტებისა და ლიდერების დაძვრა პოლიციის სამმართველოს შენობისაკენ და მოწოდებები, რომ გაეთავისუფლებინათ ეს ახალგაზრდები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელისუფლებამ ამას მისცა კვალიფიკაცია, როგორც პოლიციაზე თავდასხმის მცდელობა და დანაშაულებრივი ქმედება. პოლიციაზე თავდასხმის მცდელობა ეს არ ყოფილა, იმიტომ რომ აქციის მონაწილეები შეერაღებულები არ იყვნენ და გამონაკლისის გარდა პრაქტიკულად შეღწევა თვითონ ფიზიკური იქ არავის არ უცდია. პოლიტიკური ლიდერები კიდევ ერთხელ ვიმეორებ აკეთებდნენ ბუფერულ ზონას. ბატონო, შეუერაღებელი ადამიანი დოკუმენტებით ხელში გადავიდა, თქვათ, გადაძვრა და სცადა შესვლა ეზოში. ამას არც ერთ შემთხვევაში, არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ მოყვებოდა ის პასუხი, რაც გასცა პოლიციამ. ტყვიით და ხელკეტებით. თქვენ კარგად იცით, როდესაც პროტესტის მონაწილეები იქიდან გაიყვანა ოპოზიციის ლიდერებმა და წამოიყვანა რუსთაველისკენ, იქ დარჩენილ მცირე ჯგუფს რა ცემა და ფიზიკური ანგარიშსწორება მოუწყვეს პოლიციის თანამშრომლებმა. ეს არის სწორედ ის ზალადობა, რომელიც აღრმავებს ამ პოლიტიკურ კრიზისს და კიდევ უფრო ზრდის უნდობლობას ხელისუფლების მიმართ და ამას უნდა დაესვას წერტილი. მაგრამ კიდევ მინდა აღვნიშნო, გამოსავალი აქედან რა თქმა უნდა დაპირისპირების გაგრძელება არ არის. აქ არის გამოსავალი ერთადერთი, რომ შედგეს შეხვედრა და რეალურად დავიწყოთ, კონკრეტულად დავიწყოთ ქვეყნის გამოყვანა პოლიტიკური კრიზისიდან და არა მხოლოდ ისეთი შემოთავაზებებით, რომლის უკან არაფერი დგას. ბატონო ირაკლი, კიდევ ერთხელ დავუბრუნდები მიზეზებს გუშინდელი ინციდენტის. მე მინდა მოვისმინოთ კიდევ ერთხელ ის განცხადება, რასაც მოყვა მომიტინგეთა დიდი ნაწილის ოპოზიციის ლიდერების დაძვრა პოლიციის სამმართველოს შენობისაკენ და შემდეგ დავსვამ კითხვას და გავაგრძელოთ საუბარი. და ყველა მიცოდეს, ჩვენ მოვდივართ ახლა ბიღომში იმპიჩმენტის დასახსნელად. არავითარ შემთხვევაში ერთი კაციც არ იქნება თქვენს მიერ დაბადიმრებული. ყველას ისას დაიჭერენ ჩვენი თავი გვეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ. არავითარ პოლიციამ გავყიდა, ყველამ გავყიდა, ხელისუფლებამ გავყიდა და ჩვენ უნდა დავიხსნათ ჩვენი თავი. ამერტი ნახოთ, გზაში რამდენი კაცი შემოგვიერთდებით და ვინ დაიხსნით ჩვენთან ერთად აი ამ ბიჭებს. მემეთი არაფერი არ მაინტერესებს. ჩვენ მივდივართ აი ამ ბიჭების დასახსნელად. მე გენაშვალეთ, ვინცა მოხვებით ძალიან დიდი მადლობა. სწორედ ეს განცხადება, ბატონო ირაკლი,
გეთანხმებით იმაში, რომ ძალიან მიუღებელია და აღმაშფოთებელია თუ ახალგაზრდებს ცემეს ფიზიკურად შეეხნენ, აწამეს, მათზე მოახდინეს ფიზიკური ზემოქმედება, მაგრამ ეს ახალგაზრდები დაკავებულები იყვნენ მოქალაქის ჟურნალისტის ცემის ბრალდებით. რას ნიშნავს განცხადება, უნდა გავათავისუფლოთ ისინი, რათა ვერავინ ვერ შეძლოს ვერავის დაკავება, იმიტომ რომ ჩვენი თავით გავიმეორებ. ამის ასეთი განცხადების, ასეთი ემოციების მაპროვოცირებელი იყო სწორედ ის მოპყრობა, ის ზალადობა, რომელიც დაკავებულების მიმართ გამოიჩინა პოლიციამ. რაც შეეხება დაკავების, თქვათ, საფუძველს, იქ შეიძლება ყოფილიყო, თქვათ, გარკვეულ ადმინისტრაციულ ზომებზე საუბარი, მაგრამ არავის არ აქვს უფლება არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში ესე მოექცეს ახალგაზრდებს, რომელიც საკუთარ პროტესტს აცხადებენ და კრიტიკული აზრი აქვთ ხელისუფლების მიმართ. რაც შეეხება ამ კონკრეტულ განცხადებას, არც ერთ პოლიტიკოს ესეთი განცხადება არ გაუკეთებია, მე მგონი გიორგი გაჩეჩილაძისგან ემოციურობა არავის არ გვიკვირს, მაგრამ იქ მისული პოლიტიკოსები ყველა აკავებდა იქ მისულ ასევე პროტესტის მონაწილეებს, რომ არ მომხდარიყო შეხება პოლიციის წარმომადგენლებთან. აქედან გამომდინარე, მე შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ არანაირი საფუძველი პოლიციას გაეხსნა ისეთი ცეცხლი და ისეთი ძალადობა გამოიყენებინა მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ არ ყოფილა. და ის განცხადებები, რომ საერთოდ არ გამოუყენებიათ არც ის ტყვიები, იმ ტიპის ტყვიები, რომელიც რეალურად გახდა საფუძველი უამრავი ადამიანის სხეულის დასახიჩრებისთვის, ესეც ეჭვბადებს, რომ პოლიცია და ის ხელმძღვანელი პირები, რომელიც განცხადებას აკეთებენ, მალავენ რეალურად რა მოხდა. თქვენი ტელევიზიაც მე არ შემიძლია არ ვთქვა, აბსოლუტურად სხვანაირად გახდა წარმომჩენი ამ პროცესების. თქვენივე ჟურნალისტი იყო აი ამ ტყვის მსხვერპლი. რატო არ იყო ამაზე საუბარი თქვენი ტელევიზიით და რატო არ მიეწოდა მასაც ეს საუბარი ბატონო ირაკლი? კონკრეტულად როგორ ხდებოდა ესეთი ტყუების გამოყენება და როგორ მიმდინარეობდა ის კადრებში ჩანდა ისიც როგორ დაიწყო ინციდენტი, ჩანდა ასევე ისიც როგორ აჩვენებდნენ ოპოზიციის ლიდერები პლასტიკურ ტყუებს. ობიექტურად ჩემი აზრით არ იყო წარმოჩენილი ეს ფაქტები. რაც შეეხება ეს არის თქვენი შეფასება, თუმცა ეს კარგად ჩანდა. რა თქმა უნდა. რაც შეეხება კიდევ მეორე პოლიტიკურ პროცესს. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ქვეყანა მართლაც განსაცდელის წინაშე დგას და აქედან გამომდინარე ყველა პოლიტიკურ ძალას და ეს გამოვავლინეთ ეს პასუხისმგებლობა დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა იმ განცხადებით, რომელიც გაკეთდა მიტინგზე და იმ განცხადებით, რომელიც ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის, ჩემს მიერაც ტელევიზიით, რომ ჩვენ მზადა ვართ შეხვედრისთვის. მე ვთვლი, რომ ეს შეხვედრა აუცილებლად რაც შეიძლება სწრაფად უნდა შედგეს და რეალურად კონკრეტულად დავიწყოთ გამოყვანა ქვეყანას. ბატონო ირაკლი, გუშინდელი დღე გახდა გადამწყვეტი იმისათვის, რომ ოპოზიციას დღეს განეცხადებინა, რომ აუცილებელია ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დიალოგი. ჩვენ და მეც პირადად არაერთხელ მქონდა ამაზე საუბარი, არაერთხელ განვიცხადებია, რომ ესეთი შეხვედრისთვის მზად ვართ, მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გავა, რაც უფრო გაიზრდება უნდობლობა, რაც უფრო მეტი ფაქტი იქნება ძალადობის. თუნდაც გავიხსენოთ საპროტესტო აქციების დაწყებისთანავე რამდენი ახალგაზრდა, რამდენი ჩვენი პარტიული აქტივისტი თუ მონაწილე ამ საპროტესტო აქციების იქნა ფიზიკურად დაზარალებული. არც ერთი მათგანი ამ შემთხვევებიდან არ იყო გამოძიებული რეალურად. ეს რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ზრდის იმ დიდ უნდობლობას, რომელიც აქვს საზოგადოებას ხელისუფლების მიმართ. მაგრამ რაც უფრო გაიჭიმება ეს დრო, რაც უფრო ვერ გამოვნახავთ ერთმანეთთან საერთო ენას, ეს ზალადობა წარმოშობს ახალ ზალადობას და ქვეყანა მართლაც შეიძლება ქაოსში ჩაებას. თქვენ გაიხსენეთ, რომ თქვენ ადრეც აცხადებდით მზადყოფნას დიალოგზე, მაგრამ ფორმულირება დღეს ალბათ დამეთანხმებით ბატონო ირაკლი, ამ განცხადებისა ოდნავ განსხვავებულია დიალოგი, აუცილებლად შეხვედრა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. ეს არის თქვენი, როგორც ირაკლი ალასანიას და თავისი გუნდის ლიდერის პოზიცია, ალიანსის პოზიცია თუ მთლიანად ოპოზიციის პოზიცია? ეს პოზიცია არის ჩვენი საერთო პოზიცია, რომ შედგეს შეხვედრა პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიყვანოთ ქვეყანა ამასთან დაკავშირებით და წინაპირობები ეს არის ფორმა, რომელიც მოიძებნა იმ უხერხულობების მოხსნისთვის, რომელიც წინ ჰქონდა ამ შეხვედრის მომზადებას ორივე მხრიდან. ამაზე ჩვენ არაერთხელ ჰქონდა დისკუსიები, კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან, ევროკავშირის წარმომადგენლებთანაც. აქედან გამომდინარე, ეს პოზიცია, რომელიც გაჟღერდა, არის ჩვენი საერთო პოზიცია და კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ ხვალიდანვე ჩვენ მზადავად დავიწყოთ მუშაობა ამ შეხვედრის ორგანიზებაზე. თუმცა ბატონო ირაკლი, დღეს როდესაც თქვენ საუბრობთ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დიალოგის აუცილებლობაზე, ოპოზიციის სხვა ლიდერების მხრიდან კეთდებოდა განსხვავებული განცხადებები, გნებავთ
როდესაც სთავაზობდით ხელისუფლების შეხვედრის დროისა და ადგილის დასახელებას, ოპოზიციის ზოგიერთმა ლიდერმა დაუწესა ხელისუფლებას ულტიმატუმი 2 დღით, თუ ამ შემთხვევაში არ მოხდება დროის დათქმა, შემდგომში ისინი გადავლენ უფრო რადიკალურ ქმედებებზე. ასევე გაკეთდა განცხადება, რომ 9 მაის 9 აპრილის აქციების დაწყებიდან 1 თვის თავზე უნდა გამოვიდეს ძალიან ბევრი ადამიანი ქუჩაში და ახლა უნდა დავამთავროთ სააკაშვილიმ მევახდენ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ციტირებას. ხომ არ არის ეს ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები? მაგრამ ეს არის აბსოლუტურად ტექნიკური ნაწილი შეხვედრის მომზადება, რა ფორმით და რა დროს შედგება. ამაზე დარწმუნებული ვარ, შესაძლებელია მოხერხდეს შეთანხმება უმტკივნეულოდ, რაც შეეხება თვითონ სურვილს ოპოზიციის მხრიდან შეხვედრის, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არაერთხელ იქნა ეს გაცხადებული, დადასტურებული და დღეს თუ კი ხელისუფლებას ნამდვილად აქვს სურვილი კონკრეტულად დაждდეს ალაპარაკოთ ოპოზიციასთან, ამის შანსი გაჩნდა და მე მოვუწოდებ მას ეს გამოიყენოს. პირობა ვესაუბრებით მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ მის გადადგომაზე, ამ შემთხვევაში უცვლელია ბატონო ირაკლი. მე მაქვს ჩემი კონკრეტული მოსაზრებები ჩამოყალიბებული, რომელსაც უკვე შეხვედრის დროს წარუდგენთ მეორე მხარეს. წინაპირობების გარეშე შეხვედრის ფორმულის მოძებნა სწორედ იმიტომ მოხერხდა, რომ ეს მოიძებნა, იმიტომ რომ ეს შეხვედრა შედგეს და კონკრეტული საგნობრივი საუბარი ამ შეხვედრის დროს იქნება. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომელიც შეიძლება ისაუბროთ ხელისუფლებასთან. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ჩვენი გაცხადებული არის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გადაიჭრას ახალი ვადამდელი არჩევნების გზით, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების გზით, მაგრამ რა თქმა უნდა, შეხვედრის მეორე მხარეს ჩვენ მოვისმენთ მათ წინადადებებს, თვითონ როგორ ხედავენ კრიზისიდან გამოყვანის საშუალებებს და ჩემი აზრით ეს შეხვედრა შესაძლებელია გახდეს საწინდარი პოლიტიკური კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის. შეხვედრაზე ამ საკითხების განხილვის გარეშე პოლიტიკური კრიზისი ვერ მოგვარდება ქვეყანაში. ვადამდელი არჩევნები არის ის ერთადერთი, რამაც შეიძლება დღეს კრიზისიდან გამოგვიყვანოს. ჩვენი ხედვა ესეთია, რომ აუცილებელია მომზადდეს ასევე წინაპირობები ამ ვადამდელი არჩევნებისთვის და აქ სხვა საკითხებზეც გვექნება საუბარი ხელისუფლებასთან, მაგრამ მთავარი ამოცანა, რომელიც ჩვენ წინაშე დგას, ეს არის პოლიტიკური კრიზისის განმოხტვის დაწყება და მომზადება ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებებს. სხვა საკითხების განხილვისათვის მზადყოფნა ხელისუფლების მხრიდან გახდება თუ არა საფუძველი იმისა, რომ დაუშვათ ოპოზიციამ თავის მთავარ მოთხოვნას ვადამდელი არჩევნების დანიშნვის აუცილებლობას გადახედოს და უკანა პლანზე გადასციოს. ამ საკითხებზე საუბარი მე ნაადრევად მიმაჩნია, მე ჩემი პოზიცია გამოვხატე, მაგრამ მივცემთ საშუალებას მეორე მხარეს, ხელისუფლების მხარეს თავის წინადადებები წარმოადგინოს. რაზე მოხდება შეთანხმება და რაზე ვერ მოხდება ეს საზოგადოებისთვის, რა თქმა უნდა, ცნობილი გახდება. ბატონო ირაკლი, ოპოზიციის ერთი ნაწილი თუ კი წავიდა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას და თუ კი შედგა დიალოგი. თქვენ დარწმუნებული ბრძანდებით, რომ ეს არ გამოიწვევს ოპოზიციას შორის განხეთქილებას, იმ ოპოზიციურ ფლანგს შორის, რომელიც არის საკმაოდ ჭრელი. ეს ჯერჯერობით არანაირი ნიშანი იმისა, რომ განხეთქილება მოხდეს, არ არსებობს. რა თქმა უნდა, პოლიტიკური პროცესი, მოლაპარაკების პროცესის გვაჩვენებს თუ რაზე შესაძლებელი იქნება მივახციოთ შეთანხმებას. შემდეგ ყველა პოლიტიკური ძალა ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას მიიღებს, რამდენად მისაღებია ამ მოლაპარაკების შედეგები მათთვის. ასე რომ ამაში კატასტროფას და ტრაგედიას ვერ ვხედავ, ჩვენ ვართ ერთად, გვაქვს საერთო მიზანი, მაგრამ ინდივიდუალურ სახეს და პოლიტიკურ პოზიციებს ვინ არჩევს. და რაც შეეხება ოპოზიციის გეგმებს, იყო საუბარი გუშინდელ ინციდენტამდე ცენტრალური მაგისტრალების გადაკეტვაზე, უფრო რადიკალურ ხასიათზე აქციის. ეს საკითხები ისევ დღის წესრიგში დგას თუ ოპოზიცია ჯერჯერობით არ განიხილავს მათ შესრულებას? მოვლენებმა თქვენ იცით, რომ ეს გეგმები გადაწია. აქედან გამომდინარე, როდესაც იქნება კონკრეტულად მიღებული გადაწყვეტილება, რა აქციები ტარდება, ეს საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება. ბატონო ირაკლი, და ბოლო შეკითხვა დავასრულოთ საუბარი რამდენიმე წუთში. თქვენ დღეს გქონდათ ოპოზიციის ლიდერებს, გქონდათ შეხვედრები დიპლომატიური კორპუსის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ელჩებთან გამართული შეხვედრის შემდეგ თუნდაც შეიძლება თუ არა ვთქვათ, სავარაუდოდ რა ვადებში შეიძლება მოხერხდეს ხელისუფლებასთან შეხვედრა. და შესაძლოა თუ არა ამ შემთხვევაში შუამავალი იყოს დიპლომატიური კორპუსი. ელჩებთან შეხვედრის დროს ერთადერთ საკითხად მოლაპარაკების პროცესი არ ვქონია. ჩვენ შევატყვეთ, რომ ელჩები ბოლომდე ინფორმირებული არ იყვნენ თუნდაც გუშინდელ ინციდენტზე. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ძალიან შინაარსიანი შეხვედრა იყო. ჩვენ ავუხსენეთ ზუსტად რაზე შეიძლება მათი მხრიდან. დიპლომატის პოზიცია შეხვედრის შემდეგაც არ შეუცვლა გუშინდელ ინციდენტზე, ბატონო ირაკლი. შესაძლებელია, მაგრამ მე ეგეთი შტაბ-ბეჭდილება დამჩა და ჩემს კოლეგებსაც, რომ ისინი ბოლომდე არ იყვნენ ინფორმირებული, ამიტომ ის ინფორმაცია, რომელიც მივაწოდეთ მათთვის,
რაზე გაამახვილონ ყურადღება და კონკრეტულად იყო იმ სამ ახალგაზრდაზე, რომელიც პრაქტიკულად ფიზიკური ზეწოლის გამო მოხდა ამ ინციდენტის პროვოცირება, დაკვირდნენ, რომ ძალიან ღრმად შეისწავლიან ამ საკითხს. საერთოდ ადამიანის უფლებების დარღვევის თემა საქართველოში არის ძალიან მნიშვნელოვანი თვითონ ევროკავშირის მხრიდანაც და არის ყურადღების ცენტრში და ეს ჩემი აზრით კიდევ უფრო სხვა ჩაბმულობას გამოიწვევს ევროკავშირის მხრიდან ამ პროცესებში. რაც შეეხება მოლაპარაკებას და შეხვედრას, ეს საკითხი განვიხილეთ, მათი მხარდაჭერა ამ შეხვედრისთვის ბუნებრივი არსებობს, მაგრამ თვითონ შეხვედრის ორგანიზების ფორმები ხვალ იქნება გარკვეული, როდესაც ჩვენ დაველოდებით ხელისუფლების მხრიდან პასუხს იმ განცხადებაზე, რომელიც დღეს გაკეთდა. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. პირველი თემის შეკითხვას პირდაპირ ეთერში ირაკლი ალასანია პასუხობდა. დაგვალოდეთ ჩვენ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. პირველი თემა კვლავ პირდაპირ ეთერშია. ჩვენი გადაცემის სტუმარი ამჯერად გახლავთ პარლამენტის წევრი, საპარლამენტო უმცირესობიდან ქრისტიან-დემოკრატების წევრი გიორგი ახვლედიანი. საღამოშვიდობის ზოლტან გიორგი. მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. პირველ რიგში საუბრის დაწყებისთანავე მინდა გთხოვოთ იმ მოვლენების შეფასება, რისი მომსწრენით ყველანი გუშინ გავხდით. პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ის მოვლენები, რომელიც გუშინ განვითარდა, რომელსაც მე ვაკვირდებოდი ისევე როგორც აბსოლუტურ უმრავლესობა ჩვენი საზოგადოებისა ტელეეკრანიდან და მაქვს ზუსტად ის ინფორმაცია, რაც ტელეეკრანიდან შეიძლებოდა მიგვეღო და რა ძალიან მძიმე და არასასიამოვნო სანახავი იყო თავისთავად. ფაქტი ერთია, რომ ის რაც მოხდა გუშინ საღამოს დიღომში პოლიციის შენობასთან, ეს არ მომხდარა, ეს არ დაწყებულა გუშინ. ეს პროცესი დაიწყო გაცილებით ადრე და ამის შესახებ არაერთხელ იყო ჩვენს მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ბოლოს ჩიხური ვითარება, ის ჩაკეტილი წერ, რომელსაც ძალიან ბევრი პოლიტიკოსი, ძალიან ბევრი დიდი მცდელობით ამას ცდილობს, რომ ეს ყველაფერი ესე ჩაიკეტოს, აუცილებლად თავის გარღვევას რაღაცა მსგავსი ფორმით მოძებნის. მადლობა უფალს, რომ ადამიანების ხერხის გარეშე დასრულდა ეს ყველაფერი. თუმცა ძალადობის თვალსაზრისით ეს პროცესები დაიწყო გაცილებით ადრე. ეს იყო შედეგი იმისა, რასაც ქვია თუნდაც იგივე ათეულობით ადამიანის ცემატყება აქციის მონაწილეების, რასაც ქვია ჟურნალისტების ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ უკვე ფიზიკური ცემატყება, როცა 15 ადამიანი ერთ ადამიანს ურტყამდა. ეს არის უკვე საბოლოო შედეგი იმისა, როცა ადამიანები ერთმანეთს ხანში უშიშროების სამინისტროდან პნევმატურ იარაღს ესვრიან აქციის მონაწილეებს, ხან სხვა ფიზიკური ზეწოლა ხდება გასხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე. ანუ ეს ყველაფერი, ეს ძალადობის კასკადი საბოლოო ჯამში გამოვლინდა ამ ყველაფერში, მაგრამ აქ პრობლემა არის ერთი, რომ თუ სასწრაფოდ არ მოხდა გამოღვიძება, სასწრაფოდ არ მოხდა რეალური გზის და რეალური გამოსავლის ძიების დაწყება. ჩვენ ამ ჩამონათვალს სამწუხაროდ ძალიან ბევრი დაემატება. ძალიან ბევრი დაემატება, იმიტომ რომ ეს პროცესები შეიძლება განვითარდეს მხოლოდ და მხოლოდ ორი მიმართულებით. ეს არის ერთი, რომ საბოლოო ჯამში ქვეყანა მივიყვანოთ სრულ დიქტატურამდე და დიქტატურას იმიტომ ვამბობ, რომ ძალისმიერი მეთოდები და ასე ვთქვათ, ძალადობის საშუალებები ხელისუფლებას დღეს ქვეყანაში ყველაზე მეტი აქვს. რადიკალიზმითაც მას ნამდვილად ვერ შეედრება ვერც ერთი, რაც არ უნდა რადიკალური ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერი იყოს, იმიტომ რომ სააკაშვილის ნაირი რადიკალი ჩვენს ქვეყანას არ ყოლია და ალბათ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არც ეყოლება. აქედან გამომდინარე ეს არის ერთი გზა და მეორე გზა ეს არის რევოლუციის გზა. ნუ პირველი გზა გასაგებია, რომ არის კატეგორიულად მიუღებელი და ეს იქნება ჩვენი ქვეყნის ძალიან სერიოზული სტაგნაცია. მიუხედავად იმისა, რომ დიქტატურას არ შეიძლება ჰქონდეს ძალიან დიდი პერსპექტივა. მაგრამ თუნდაც ეს იყოს ერთი კვირა, 10 კვირა, 1 წელი თუ 2 წელი, ეს მაინც იქნება წყალში გადაყრილი დრო ჩვენი ქვეყნისათვის და ძალიან მწვავე პირობებში. რაც შეეხება მეორე გზას, ეს არის რევოლუციური განვითარება ამ მოვლენების. რევოლუციური განვითარების გზაც რომ კატეგორიულად მიუღებელია, ეს თუ ვინმეს ეჭვიებარება, შეუძლია უბრალოდ გადაავლოს ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის განვითარების გზას თვალი და მიხვდება თუ რა შეიძლება ქვეყანას მოუტანოს და რა მდგომარეობაში ჩააგდოს ქვეყანა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც რევოლუციური მეთოდებით მაშინ რა შეიძლება იყოს დღეს გამოსავალი? არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ამ ყველაფრიდან დაიწყოს რეალურად ყველა იმ პასუხისმგებლიანმა ადამიანმა, რომელსაც რეალურად აქვს ხედვა და სახელმწიფოებრივად აზროვნების უნარი აქვს შერჩენილი, დაიწყოს რეალურად გამოსავლის ძიება კონკრეტულ თემებზე საუბრით, კონკრეტულ თემებზე დიალოგით. სოფლიოში, როცა ადამიანები ერთმანეთთან პრობლემატურ მიმართულებაში შედიან და იქნება ურთიერთობაში პრობლემა, ორი გზა არსებობს ამ პრობლემის მოგვარებისა. და სოფლიოს სხვა არ მოუგონია. ეს არის ერთი ომი და ჩხუბი, მეორეა ლაპარაკი და დიალოგი. თუ რა მოგვიტანა ომით და ჩხუბით
პოლიტიკური დაპირისპირების განმუხტვის ცდელობა, ჩვენ ეს ყველაფერი ნახეთ, ხო? ბატონო, გასაგებია რომ დღეს არის გამოსავალი ერთადერთი, რასაც ქვია, რეალური დიალოგის დაწესება. აქამდე არაერთხელ ისმოდა მოწოდებები, რომ ალტერნატივა, რეალური ალტერნატივა დიალოგს არ აქვს, თუმცა აქამდე ერთი თვეა ჩვენ ამ მოვლენებს ვადევნებთ თვალყურს და აქამდე დიალოგი ვერ შედგა. დღეს მით უმეტეს გუშინდელი მწვავე დაპირისპირების ფონზე ნდობა, რომლის არარსებობაზე საუბრობდა ოპოზიცია და რომლის არარსებობის გამოც არ სურდა საუბარი ხელისუფლებასთან. ეს ნდობა დღესაც ალბათ არ არსებობს გამომდინარე გუშინდელი მოვლენებიდან. რესურსი დარჩა თუ არა დიალოგის? ისეთი დიალოგის, რომელიც იქნება შედეგზე ორიენტირებული, რასაკვირველია. მოდით ესე ვთქვათ, ის რომ ნდობა ძალიან დაბალია დღეს ხელისუფლების მიმართ, ეს იყო სწორედ წინაპირობა იმ განცხადების გაკეთებისა და იმ ინიციატივის შეთავაზებისა, რომელიც ჩვენი ქრისტიან-დემოკრატების მხრიდან დაახლოებით 10 დღის წინ იქნა გაკეთებული და საზოგადოებისათვის გახდა ცნობილი, რომელიც სწორედ მოწოდებული იყო დიალოგის წინაპირობის შესაქმნელად და დიალოგისათვის მოტივაციის შესაქმნელად, რომ ეს ელემენტარული ნდობა გაჩენილიყო და გაზრდილიყო საშუალება იმისა, რომ ელემენტარულად დაწყებულიყო საუბარი ამ ადამიანებს შორის. ამაზე ჩვენ თქვენ ეთერში ვისაუბრეთ საკმაოდ ვრცლადაც. თუმცა დღეს მოვლენები განვითარდა ისე, რომ არც ხელისუფლებას აქვს ეს რეალური მზაობა იმისა, რომ ამ მიმართულებით მოტივაცია გაზარდოს და ნდობა გაზარდოს თავის მიმართ მისდამი დიალოგის თვალსაზრისით. ამ მიმართულებას არ მოხვა გარკვეულწილად მხარდაჭერა ამ შემთხვევაში რიგი კონკრეტული ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მხრიდან, მაგრამ დღეს ჩვენ კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში ვართ. კიდევ უფრო რადიკალურად მძიმე ვითარებაში ვართ, როდესაც ყოველ დღე შესაძლებელია მოხდეს ისეთი რამ, რაც ელემენტარულად ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრებას ძალიან სერიოზულ საფრთხეს შეუდგება. მე არ მინდა ვთქვა სამოქალაქო დაპირისპირება, მაგრამ დაპირისპირების მაქსიმალური ფორმები, რომ ჩვენ სერიოზულად გველოდება, თუ რამე არ შევცვალეთ, ეს ფაქტია. დაუბრუნდებით თქვენს ინიციატივა, რომლის გაზიარება არ მოხდა. რა გახდა ამის მიზეზი? ის რომ თქვენი ინიციატივა არ იყო გნებავთ ადეკვატური მოთხოვნებისა, ოპოზიციის მოთხოვნებისა, თუ ეს არ იყო მზად არ იყვნენ მხარეები იმისათვის, რომ მაშინ დაწყებულიყო დიალოგი, როდესაც თქვენ წარმოადგენთ 7-პუნქტიანი ინიციატივა? არა, ეს 7-პუნქტიანი ინიციატივა არ იყო თემა, რომელიც უნდა გამხდარიყო დიალოგის საგანი. ეს თავიდანვე გაცხადებული. ეს იყო წინაპირობები. ეს იყო ხელისუფლების მიმართ გაკეთებული განცხადება და ხელისუფლების თუმცა კრიტიკული შენიშვნები ჰქონდა არასაპარლამენტო ოპოზიციასაც. ეს ცოტა გაუგებარი იყო, სრულიად არაადეკვატური იყო სიტუაციისა და სრულიად არ იყო ამ შემთხვევაში ადრესატი ამ ინიციატივისა, ადრესატი არ იყო ამ შემთხვევაში აქციის ორგანიზატორი პოლიტიკური ძალები. და ცოტა გაუგებრად დარჩა და ამას აღარ დაუბრუნდები, ახლა ვცლად რა არალოგიკური ჯაჭვი იყო ახლა ამ შემთხვევაში ამ დამოკიდებულებასთან და არადეკვატურობასთან მიმართებაში. ეს იყო ხელისუფლებასთან მიმართებაში გაკეთებული განცხადება, მათ უნდა წარმოეჩინათ მზაობა იმისა, რომ ამ მიმართულებით გაეზარდათ პოლიტიკური თავისი დივიდენდი, მზაობა იმისა, რომ როგორმე მათდამი დამოკიდებულება გაზრდილიყო და ნდობა გაზრდილიყო და დაწყებულიყო დიალოგის პროცესი, ანუ რადიკალიზაციის საფუძველი შედარებით მოხსნილიყო, მაგრამ ხელისუფლებამ ეს მზაობა არ გამოავლინა და არ წარმოაჩინა სამწუხაროდ. ისევ და ისევ მე ვიტყვი, რომ მათ და სამწუხაროდ. ჩვენ როდესაც საუბრობთ კონკრეტულ დიალოგის თემებზე, კონკრეტულად უკვე რაზე უნდა იყოს საუბარი და რაც უკვე გარდაუვალი პროცესია ჩვენი საზრით ამ ქვეყანაში, ეს არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა იმ მდგომარეობაში, რამ მდგომარეობაში დღეს არის, იმ პოლიტიკური წყობის და სისტემის ვითარებაში, რამ მდგომარეობაში არის აბსოლუტურად ჩიხისკენ მიმავალი. ეს არის დღევანდელი, ეგრეთ წოდებული ნახევრად საპრეზიდენტო, მაგრამ რეალობაში იმპერატორული უფლებებით აღჭურვილი პოლიტიკური ფიგურების და შეიძლება იყოს მაშინ. ჩვენ უნდა გადავიდეთ საპარლამენტო რესპუბლიკაზე. ეს არის ერთმნიშვნელოვანი გამოსავალი ამ შემთხვევაში. ერთმნიშვნელოვანი გამოსავალი, რომ ქვეყანა შეიცვალოს სისტემა, რეალურად გაიხსნას კონსტიტუცია და დაიწყოს ამ კონსტიტუციაზე ძირეული ცვლილებების განხორციელება, რისი საბოლოო შედეგიც უნდა იყოს სისტემის ცვლილება, რომელსაც წინ უნდა უძღოდეს რა თქმა უნდა რეფერენდუმი, რომ კონსტიტუციის ცვლილება და ახალი კონსტიტუცია პრაქტიკულად საზოგადოებრივი ნდობით იყოს. საპარლამენტო ოპოზიცია ჯერჯერობით ამ ინიციატივას, ამ იდეას, რაზეც თქვენ საუბრობთ, არ განიხილავს. ყოველ შემთხვევაში არასაპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი. ის როგორ არის პრაქტიკულად აბსოლუტურ უმრავლესობას პოლიტიკური ძალებისას აქვს გაცხადებული, რომ მათი პოლიტიკური მიზანი, თავარი მიზანი არის საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლა. ბატონო, თუმცა ეს ცოტა შორეულ მომავალში და არა ამ ეტაპზე. ეს ყველაფერი გავაკეთოთ მას შემდეგ, როდესაც დავასრულებთ სააკაშვილს, გადავაგდოთ სააკაშვილი და მერე დავიწყოთ ამ ყველაფრის კეთება. ჩვენ ვთვლით, რომ დღეს არის ვითარება, რომ ჩვენ ვებრძვით ამ შემთხვევაში იმ ვირუსის გამომწვევ სიმპტომებს, რომელიც ჭირს ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ვთქვით, სიმპტომებთან ბრძოლა ეს არის პრაქტიკულად დროის კარგვა და წყლის ნახვა. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ კონკრეტულად ვირუსს და ეს ვირუსი არის სისტემა.
უკვე ის სისტემა, რომელმაც უკვე 18 წელიწადია, ყოველ 4 წელიწადში, ყოველ 5 წელიწადში ქვეყანა შეიყვანა ესეთ უმძიმეს კრიზისში. და ჩვენ ამ 18 წლის განმავლობაში, აი ამ სწორედ ძირმომპალი და პრაქტიკულად უკვე დავირუსებული სისტემის გამო დავკარგეთ ისეთი პერიოდი, დავკარგეთ ისეთი 15 წელიწადი, რომელიც პრაქტიკულად ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი და რეკომენდაციების სახით გნებავთ არასაპარლამენტო ოპოზიციას. ერთადერთი გამოსავალი ამ შემთხვევაში ეს არის დაიწყოს საუბარი, მე მივესალმები იმ დამოკიდებულებას, რომელიც თქვენი სტუმრის ჩემს ირაკლი ალასანიადან წამოვიდა დღეს, რომ საუბარი უნდა დაიწყოს მართლაც რეალურად ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, იმიტომ რომ უნდა დაიწყოს, რაც თავარია საუბარი. დაიწყოს კონკრეტული საუბარი და როგორი მიმართულებებით განვითარდება, ეს უკვე ადამიანების დიპლომატიურ უნარზე არის დამოკიდებული და კონკრეტულად იქ შეიძლება წარმოჩინდეს და ვისაუბროთ იმაზე, აქვს თუ არა რომელიმე მხარეს კონკრეტული მზეობა, კონკრეტული პრობლემის მოგვარებისა. მაგრამ ის რომ თქვა ჩვენ ამ ჩიხურ ვითარებაში სხვა გამოსავალს ვერ ხედავთ და სხვანაირად გამოსავალი არც არის, როდესაც კედლის წინაშე ხარ და თავის რტმას იწყებ კედელზე და გვერდის მოვლას არ უპირებ ამ კედელს, ეს არ არის ორი გამოსავალი. მოდით ესეთი ერთგვარი შეფასებაც გავაკეთოთ შექმნილი სიტუაციის დაპირისპირებული მხარეები რა ვითარებაშიც აღმოჩნდა დღეს არასაპარლამენტო ოპოზიცია და ხელისუფლება. არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან წინაპირობების გარეშე დიალოგზე წასვლა. რას ფიქრობთ, ეს არის იძულებითი ნაბიჯი თუ ვითარების რეალური ანალიზის შედეგი? მე არ მინდა შევაფასო ესე რომ ეს იქნება იძულებითი ნაბიჯი. ეს არის აუცილებელი ნაბიჯი. მოდით ასე ვთქვათ, იძულებითი შეიძლება ვინმესთვის იძულებითი იყოს და მან ესე ჩათვალოს, მაგრამ ჩემის აზრით და მე მგონი ყველა საღადმოაზროვნე ადამიანია ასე ჩათვლის, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი მით უმეტეს ადამიანისთვის, რომელიც პოლიტიკაშია ჩართული და პოლიტიკური პასუხისგებლობა აქვს ამ ქვეყანასთან მიმართებაში, ვალდებულია ეს პასუხისგებლობა რეალიზაცია მოახდინოს ამ პასუხისგებლობის უკვე კონკრეტულად გამოსავლის ძიებაში. ამიტომ ეს არის არაიძულებითი, არამედ აუცილებელი ნაბიჯი. თუმცა ეს აუცილებელი ნაბიჯს გადადგამს და ამ ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობა ჩანდა კარგ ხნის განმავლობაში და მეთანხმებით ალბათ მას შემდეგ რაც დაიწყო მასობრივი აქციები და მანამდეც რაც უფრო გამწვავდა დაპირისპირება პოლიტიკურ ოპონენტებს შორის. ჩვენ ამ თემაზე დაახლოებით 3 თვით ადრე დავიწყეთ საუბარი, რომ არსებული კრიზისი, არსებული მიმართულებები და პოლიტიკური განაცხადები და არსებული დაპირისპირება მხოლოდ და მხოლოდ ჩიხში შეგვიყვანს და არავითარ შემთხვევაში არ მოგავლენინებს ამ ჩიხურ გზას. ამიტომ უნდა დაგვეწყო ეს საუბარი ჯერ კიდე 3 თვის წინ. გაცილებით მთელ ოპოზიციურ სპექტრს ერთად დამდგარს, ერთი იდეით გამშვალოს, რომ დაეწყო ბრძოლა იმაზე, რომ ეს ქვეყანა ამ ქვეყანაში შესაძლებელი არის სისტემა, არა მარტო სააკაშვილი, არამედ ძალიან ბევრი რამ სააკაშვილთან ერთად. მთელი ეს სისტემა რომ აღარ მივიღოთ ახალი სააკაშვილი. ჩვენ იმიტომ კი არა ვართ სააკაშვილის ოპოზიციაში, რომ მისი ვარცხნილობა არ მოგწონს, მისი პოლიტიკა არ მოგწონს და მისი პოლიტიკური მიმართულებები და ამ ქვეყნის მართვის ტექნოლოგია არ მოგწონს. მისი იმპერატორული უფლებები არის კატეგორიულად მიუღებელი. ამიტომ მას ვთვითონ თუ სააკაშვილი შეიცვლება და სხვა ფიზიონომიის მქონე ადამიანი იგივე უფლებებით მოგვევლინება, არაფერი არ შეიცვლება. 18 წელიწადია ამას უყურებთ, რომ ერთი და იგივე ჩიხში შევდივართ ერთი და იგივე მიზეზით. დიალოგზე მოწოდების მიუხედავად ოპოზიციის მხრიდან იყო პირობა დაველაპარაკებთ ხელისუფლებას მხოლოდ სააკაშვილის გადადგომაზე, ხელისუფლების მხრიდან ყველა საკითხზე გარდა სააკაშვილის გადადგომისა. იცით ალბათ ჩემზე კარგად თქვენს და მაყურებელმაც, თუმცა დღეს როდესაც ოპოზიცია გამოთქვამს მზადყოფნას დაიწყოს დიალოგი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. როგორ ფიქრობთ, რამდენად იქნება მზად ხელისუფლება უახლოეს დღეებში, თუნდაც დღეს ხვალ გასცეს პასუხი ოპოზიციას, რომ ისიც მზად არის მოლაპარაკებისთვის, ასევე ყოველგვარი წინაპირობის გარეშე? მე ვერ გეტყვით, რამდენად შეძლებს ხელისუფლება ადეკვატური პასუხების გაცემას, ალბათ ამაზე უფრო დეტალურად შეძლებს ისაუბროთ თქვენ მას შემდეგმას თუ მაგრამ აუცილებლად გითხავთ, მას უბრალოდ საინტერესოა პროგნოზი როგორ შეიძლება იყოს. ხელისუფლება იმის ხელისუფლებაა, რომ ყველაზე მეტი პასუხისგებლობა კრიზისულ სიტუაციაშიც, არაკრიზისულ ვითარებაშიც, ნებისმიერ ჩიხურ თუ არაჩიხურ პირობებშიც მას ეკისრება. ამიტომ მასზეა უპირველეს ყოვლისა იმ რეალიების წარმოჩენა, რასაც მზაობის წარმოჩენა და რასაც რეალური გამოსავლის წარმოჩენა ქვია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა პასუხისგებლობა ისევ და ისევ ხელისუფლებაზეა. და თუ ეს მოლაპარაკებები ვერ შედგა და საბოლოო ჯამში ისევ ჩაიშალა. რა თქმა უნდა, პირველი დამნაშავე იქნება ხელისუფლება, მაგრამ ძნელი იქნება ამ შემთხვევაში საუბარი და დიალოგის წარმართვა იმ პირობებში, თუ რა თქმა უნდა, დიალოგის თემა იქნება მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ აი, ეხლა მე მოვედი და გამატანე სააკაშვილის თავი. ეს არ მოხდება, ხო? ეს არ იქნება დიალოგი. დიალოგი რომ დაიწყოს, ამისათვის ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯი უკან, მან უნდა რეალურად შეაფასოს სიტუაცია, რომ 2013 წლამდე ვერავით არ მსგავს ხელისუფლებას, რაც დღეს აქვს მას ხელში, ის ვეღარ შეინარჩუნებს. ოპოზიციამაც უნდა გადადგას ერთი ნაბიჯი უკან, რადიკალურმა ნაწილმა უნდა გადადგას ერთი ნაბიჯი უკან და თქვას, რომ ამ შემთხვევაში სხვა თემები უნდა წარმოჩინდეს, ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კონკრეტული, რომელიც გარკვეულწილად შექმნის იმის წინაპირობას, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ ამდენი თვის განმავლობაში, რომ ქვეყანა გადავიყვანოთ სხვა პოლიტიკურ სისტემაზე და დავასრულოთ არა მხოლოდ ეს ხელისუფლება ამ შემთხვევაში ესეთი ფორმით, არამედ მსგავსი ხელისუფლებების წარმოჩენის და წარმოშობის ყველანაირი პერსპექტივით. და დასასრულს ბატონ გიორგი, თქვენ ახსენეთ, შესაძლოა თუ კი ვერ შედგა მოლაპარაკება და თუ კი ვერ შედგა დიალოგი და ვერ მივიღეთ შედეგი.
იგი. რასთან შეიძლება მივიდეთ ასეთ შემთხვევაში? უკვე ერთი თვეა გრძელდება აქციები და დღეს გვაქვს სურათი, რომ საკმაოდ მწვავეა უკვე დაპირისპირებულ მხარეებს ოპონენტებს შორის და ოპოზიციას აქვს ასევე თავისი გეგმა. მათ ერთგვარი ულტიმატუმიც დაუწესეს ხელისუფლებას, რომ რამდენიმე დღის ვადაში გასცენ მათ პასუხი ოპოზიციის მზაობას. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი კვლავ განიხილავენ უფრო რადიკალურ ფორმებს, კვლავ განიხილავენ ქუჩების პიკეტირებას, ცენტრალური მაგისტრალების გადაკეტვას. რა სურათი შეიძლება დადგეს ასეთ შემთხვევაში? რასთან შეიძლება მივიდეთ? რაც შეეხება მაგისტრალების გადაკეტვის გეგმას, მოდით ასე შევხედოთ ამ საკითხს. დღეს თუ რაიმეთ არის ჩვენი ქვეყანა საინტერესო მთელი მსოფლიოსთვის, მთელი ცივილიზებული მსოფლიოსთვის და რისთვისაც რატომაც მიდის საქართველოსთვის ბრძოლა, იქნება ეს ევროპული ორგანიზაციებიდან, ევროკავშირიდან თუ შეერთებული შტატების მხრიდან, ძირითადად ორი მიმართულება არის. ეს არის ის, რომ ჩვენ ძალიან რეალურად ვართ დასავლეთის პარტნიორები, რასაც ქვია ნატოსთან მიმართებაში, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან მიმართებაში, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც შეიძლება გაიმართოს წვრთნა, ესეთი უმნიშვნელოვანესი წვრთნები, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და აგრესიული სახელმწიფო ამას ყველაფერს ესეთი რადიკალური ფორმებით ეწინააღმდეგება და რა თქმა უნდა, ამ ყველაფრისათვის ხელი შეშლა ამ ფაქტორებით და აი ამ მიმართულებებით არ იქნება სწორი და მეორე არის ის საკითხი, რასაც ქვია ჩვენი სატრანზიტო ფუნქციები. ეს ტვირთები, რომლებიც გაჩერდებიან გადაკეტვის შემთხვევაში და მაგისტრალების გადაკეტვის შემთხვევაში, არ გაჩერდებიან უბრალოდ. ისინი თავის დანიშნულების ადგილს მაინც მიაღწევენ, მაგრამ ჩვენი გვერდისავლით. ანუ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ დავიზარალებთ ჩვენ თავს და ბოლოს და ბოლოს ჩვენ ხომ უნდა ვისწავლოთ ერთხელ და სამუდამოდ საკუთარ შეცდომებზე მაინც. კარგი, სხვის შეცდომებზე ვერ ვსწავლოთ, მაგრამ ერთი და იგივე შეცდომის გამეორება 90-იანი წლებიდან მოყოლებული ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა ამოვიდეს და გადავიდეს დღის წესრიგიდან. ამიტომ ეს იქნება მხოლოდ საკუთარი თავის დაზარალება და ამაზე გაცილებით უფრო მეტად უნდა დავფიქრდეთ ამ შემთხვევაში. ამით და რაღაცა ეჭვი მაქვს, რომ ამ მიმართულებით ყოველ შემთხვევაში ამ ხელისუფლების დაძლევის მექანიზმები არ გაძლიერდება და ვერ მოხერხდება ამ შემთხვევაში. იმედი ვიქონიეთ, რომ დაპირისპირებული მხარეები აუცილებლად მოახერხებენ ერთმანეთთან საუბარს. მთელი ოპოზიციური სპექტრის ამ მიმართულებით გაერთიანება და გაძლიერება. ეს არის რეალური გამოსავალი. რაშიც სხვათა შორის ძალიან სერიოზულად დაუჭერს მხარს დღევანდელ ოპოზიციას, დღევანდელ პოლიტიკურ ძალებს, მთელი ცივილიზებული დასავლეთი. და ეს არის ის რეალური მიმართულება, რომელიც ნამდვილად ღირს გასამაგრებლად, გასამყარებლად და საბრძოლველად. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი ახვლედიანი გახდათ ჩვენი გადაცემის სტუმარი. დაგვალდით პირველი თემა კვლავ დაბრუნდება რამდენიმე წუთში და ამჯერად ჩვენ შეკითხვებს უმრავლესობის წევრი პავლე კუბლაშვილი უპასუხებს. პირველი თემა პირდაპირ ეთერშია, ჩვენ პირდაპირ ეთერში ჩავთავთ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილს. ბატონ პავლე, საღამომშვიდობის. მოგესალმებით. დიდ მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ბატონ პავლე, გუშინდელი ინციდენტის შემდეგ ხელისუფლება ოპოზიციას კანონდარღვევაში, ოპოზიცია კი ხელისუფლებასა და სამართალდამცავლებს პროვოკაციასა და ძალის გადამეტებაში ადანაშაულებს. რასთან გვაქვს საქმე გუშინდელი ინციდენტის შემდეგ? მე ვფიქრობ, ვიდრე გუშინდელი ინციდენტს შევაფასებდეთ, აუცილებელია გავიხსენოთ რა ხდებოდა რამოდენიმე კვირის განმავლობაში, ბოლო კვირის განმავლობაში. ეს აქციები, რომელსაც მართავდა ოპოზიციის გარკვეული ნაწილი და ადამიანები ამ აქციაზე გამოხატავდნენ თავიანთ პროტესტს საქართველოში არსებულ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით, იქნება ეს ეკონომიკური პრობლემები, იქნება ეს დასაქმების საკითხები თუ სხვა მრავალი პრობლემა. მიმდინარეობდა რამოდენიმე კვირის განმავლობაში და მთელი ამ დროის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მაქსიმალური მოთმინებით იყო მიღებული ყველა ის ფაქტი, რომელიც ამ აქციებს უკავშირდებოდა. ცალკეულ შემთხვევებში ეს იყო სამართალდარღვევები. მე პირადად მიმაჩნია, რომ ხშირად საკნების ის აქციაც, რომელიც წამოიწყეს ჩვენმა ოპონენტებმა, ცდება კანონის ფარგლებს, მაგრამ ამაზეც ხელისუფლება მაქსიმალურ მოთმინებით აკეთებდა რეაგირებას და რეალურად სამართალდამცავი ორგანოები არ შედიოდნენ არანაირ კონტაქტში მომიტინგეებთან, იმისათვის, რომ არ გამოეწვიათ კიდევ უფრო დაძაბვა სიტუაციის. მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ გვესმოდა ჩვენი ოპონენტებისგან, მათ შორის მიტინგიდანაც, რომ რამოდენიმე დღე იყო კიდე საჭირო და შემდეგ დაარბევდა ხელისუფლება მიტინგს და საზოგადოებაშიც გაჩნდა აზრი, რომ ოპოზიციის მიზანი არის ერთადერთი პროვოცირება მოახდინოს ხელისუფლების, რომ მოხდეს აქციის დაშლა ძალის გამოყენებით. მაგრამ მიუხედავად ამისა, არანაირი ნაბიჯი კონკრეტული სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან აქციის დასაშლელად არ განხორციელებულა და არც არავინ ამის განხორციელებას არ აპირებდა. რა იყო გუშინდელი ფაქტი ბატონ პავლე? გუშინ ჩვენ ვიხილეთ ის, რისიც ალბათ
ყველაზე მეტად ეშინოდა ქართულ საზოგადოებას, ეს იყო პროვოკაციის ყველაზე მაღალი ხარისხი, როდესაც კონკრეტულად ერთ-ერთმა პიროვნებამ მიტინგის ორგანიზატორებთან ერთ-ერთმა მოუწოდა საზოგადოებას, რომ წასულიყვნენ და პოლიციის შენობაში დაკავებული გარკვეული პირები გაეთავისუფლებიან ძალის გამოყენებით. ეს მოწოდება იყო როგორც უშუალოდ მიტინგზე. ბატონ პავლე, ამ მოწოდებაში არ ყოფილა ფრაზა ძალის გამოყენება. იყო გავათავისუფლოთ დავიხსნათ. ძალის გამოყენებით ეს ფრაზა იყო უკვე მას შემდეგ, როდესაც მივიდნენ პოლიციის შენობასთან. თუ თქვენ კარგად ნახავთ ამ კადრებს, მოისმენთ, რომ იგივე პიროვნება იმეორებს ფრაზას ძალის გამოყენებით ვიდრე გაგვითავისუფლებია, გირჩევთ თქვენ თვითონ გაათავისუფლოთ დაკავებული პირები. დავასრულებ თუ შეიძლება. ამიტომ როდესაც ასეთი ფორმით ხდება ესკალაცია პროცესების, მე ვფიქრობ, რომ პასუხისგებლობა მთლიანად უნდა აიღოს იმ ჯგუფმა, რომელიც ორგანიზებას უწევს ამ აქციებს. ბატონი ალასანია საუბრობდა, რომ მათ ჰქონდათ შვიდობიანი აქციის მოწყობის სურვილი გუშინ, მაგრამ როგორც მან თქვა, სპონტანური ხასიათი მიიღო შემდეგ ამ მოვლენებმა. აი სწორედ აქ არის მათი მთავარი პასუხისგებლობა. როდესაც ბატონო, მაგრამ პასუხი რაც მიიღეს მომიტინგებმა და ოპოზიციის ლიდერებმა, ამაზე თუ იღებს პასუხისგებლობას ხელისუფლება, ბატონო. პასუხთან დაკავშირებით აუცილებლად მოგახსენებთ, მაგრამ კიდევ ერთი სიტყვით მინდა დავასრულო. როდესაც საუბრობდნენ იმაზე, თუ ვინ არის პასუხისგებელი, რომ მოვლენები კიდევ უფრო არ გამწვავდება. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ პასუხისგებელი არის როგორც ხელისუფლება, ისე ის პირები, რომლებიც აქციებს მართავდნენ. ნებისმიერ არაკორექტულ განცხადებას შეუძლია გაამწვავოს სიტუაცია და სწორედ ამის წინაშე დავდექით ჩვენ გუშინ, როდესაც არაკორექტული განცხადებებით და პირდაპირ დანაშაულებრივი მოწოდებებით სამწუხაროდ მოხდა ის იმ მოვლენების განვითარება, რომელსაც გუშინ ჰქონდა ადგილი და რომელსაც ყველა ადევნებდა თვალყურს. მაგრამ ბატონ პავლე, ოპოზიციის ლიდერები ამბობენ იმასაც, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წევრების მხრიდანაც იყო შეურაცხყოფელი განცხადებები, შეურაცხყოფელი სიტყვები ოპოზიციის წარმომადგენლების მისამართით, რასაც და შემდგომ უკვე გაისმა მათი მხრიდან სკანდირება მიშა, რამაც განსაკუთრებით გააღიზიანა მომიტინგეები, ასეთი შეფასებები ალბათ თქვენც მოისმინეთ. მე მგონია, რომ თავარი რაზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება ამ შემთხვევაში არის სკანდირების ნაწილი, ან ვინ როგორ რა სკანდირებდა. თავარი რაზეც ყველამ უნდა გავამახვილოთ ერთად ყურადღება. ეს არის ის, თუ როგორ მივიდა დაპირისპირებამდე ეს სიტუაცია. დაპირისპირებამდე სიტუაცია მივიდა იმით, რომ ყველაფერი გააკეთეს რამოდენიმე პოლიტიკურმა ლიდერმა ამ სიტუაციის გამოწვევისათვის. ბატონო პავლე, არა მხოლოდ მიიყვანეს საზოგადოება პოლიციის შენობასთან, არამედ თვითონვე აჩვენეს მაგალითი, როგორ უნდა შესულიყვნენ პოლიციის შენობაში კონკრეტულად ღობის გადალახვის გზით. რაც შეეხება იმას, თუ როდის და რა ზომები მიიღო პოლიციამ. ვის ნახა გუშინდელი კადრები ყველა დამეთანხმება. ბოლო მომენტამდე, ვიდრე არ გახდებოდა, არ დაიწყებოდა მცდელობა ღობის გადალახვის, პოლიცია იყო მოშორებული და აბსოლუტურად არანაირ ზომებს არ იღებდა იმისათვის, რომ რაიმე ფორმის ზომები უკვე რაც მოყვა ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენლის მხრიდან ღობის გადალახვას. გუშინაც გაკეთდა განმარტებები, რომ პოლიცია კონკრეტული კანონდარღვევის აღსაკვეთად საჭირო ადეკვატურ ძალას გამოიყენებს. ეს განცხადება გაკეთდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. გუშინდელი ფაქტი, გუშინ მიღებული ზომები იყო თუ არა მომხდარის ადეკვატური და ქონდა თუ არა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი. კიდევ ერთხელ ხასვს, რომ პოლიციას არ გამოუყენებია არანაირი ძალა, მანამ ვიდრე არ დაიწყო კონკრეტულად აქციის მონაწილეთა შეღწევა პოლიციის შენობაში. ეს არ არის რაღაც ჩვეულებრივი მშვიდობიანი აქცია, როდესაც პოლიციის შენობის აღებას ცდილობს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი. აქ უკვე სახელმწიფოს პასუხისგებლობა მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ დაიცვას საზოგადოება არეულობისგან, რაც შეიძლება მოხვდეს პოლიციის შენობის აღებას. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა 90-იან წლებში და სხვა შორის მოწოდებებიც მაშინ იყო ზუსტად იდენტური. იგივე ფრაზები იყო, რომ აი ჩვენი ძმების გასათავისუფლება, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, იყო ციხეების შტურმი, იყო პოლიციების შენობების აღება. შემდეგ იყო ამ პოლიციების შენობებიდან გამოტანა იარაღის და ამ იარაღის გამოყენება დანარჩენი ნაწილის საზოგადოების წინააღმდეგ. ამიტომ ეს დრო, ეს პერიოდი გაიარა სახელმწიფომ. საშიშრობას ხედავდით გუშინ ბატონო პავლე. დიახ, ხედავდი ამ საფრთხის განმეორების შესაძლებლობას, თუ ვინმე ექნებოდა საშუალება, რომ პოლიციის შენობა აეღო შტურმით და შესაბამისად გაეთავისუფლებიან მისთვის სასურველი პიროვნებები. ესეთ ქაოსს სახელმწიფო ვერ დაუშვებს და ხელისუფლების პასუხისგებლობა მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ აი აქ უკვე ყველა ზომა მიიღოს იმისათვის, რომ ეს საფრთხე იქნას თავიდან აცილებული. გაზომები რომ ძალის გადამეტებას ადგილი არ ქონია წუხელ. გუშინ ბოლო მომენტამდე კიდე ერთხელ ხასვს,
პოლიციის მიერ არ ყოფილა ძალა გამოყენებული და მას შემდეგ რაც მოხდა შეხწევის მცდელობა უკვე პოლიციის შენობაში ამ დროს პოლიციამ გამოიყენა მინიმალურად აუცილებელი ყველა ძალა რაც იყო საჭირო ამ შეხწევის აი ამ დანაშაულის აღსაკვეთად. მაგრამ ოპოზიციის ლიდერების ბრალდება არის ასეთი, რომ სპეცდანიშნულების რაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენა პლასტიკური ტყვიები და მათ ეს ნიმუშებადაც კი მოიტანეს გუშინ. დაშავდა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე ჟურნალისტებიც არიან დაშავებულები. იყო თუ არა ეს ფაქტი პოლიციის შესახებ კანონის მუხლების დარღვევა? არა, ეს არ იყო პოლიციის შესახებ კანონის მუხლების დარღვევა, იქ არ არის არანაირი აკრძალვა იმ საშუალებებისათვის, რომელსაც არ გზავნავს საერთაშორისო ნორმები და კონვენციები, აქედან გამომდინარე დარღვევაზე ნამდვილად ვერ ვისაუბრებთ, რაც შეეხება იმას თუ როგორ იყო გამოყენებული და რა ძალა იყო გამოყენებული, ვფიქრობ, რომ გაცილებით უფრო საშიში სიტუაცია შეიქმნებოდა იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ზომის გამოყენებისგან პოლიცია თავს შეიკავებდა და მივიღებდით სიტუაციას, როდესაც უკვე შეხწევის ფაქტის წინაშე დავდგებოდით, აი აქ უკვე პოლიციას ექნებოდა ყველა ნებისმიერი საშუალებით თავისგან აცილების ვალდებულებაც კი, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პოლიციამ აიღიდა თავიდან ძალიან დიდი არეულობა, რაც შეიძლება მოხოლოდა გუშინდელ ფაქტს. თქვათ, ბატონმა ირაკლიმ თავის საუბარში ასევე ხაზი გაუსვა, რომ გუშინ საზოგადოება გადაურჩა ნამდვილად ძალიან რთულ ვითარებას და იმ არეულობას, რაც ძალიან მტკივნეული შეიძლება ყოფილიყო საზოგადოების. კიდევ ერთხელ დავაბრუნდები გუშინდელ ინციდენტს, როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ იქ არ ყოფილა არანაირი იარაღი გამოყენებული, ის საშუალება, რომელიც არ არის დაშვებული საერთაშორისო კონვენციებითა და კანონმდებლობით. მაშინ რა ტენდენციაზე მიუთითებს ის, რომ ძირითადად თავის არეში აქვთ მიღებული დაზიანებები, როგორც აქციის მონაწილეებს, ასევე ოპოზიციის ლიდერებს, თითქმის ყველა ლიდერს რამდენიმეს გამოკლებით და ასევე მძიმედ დაშავდა ორი ადამიანი, რომელსაც თვალით დაკარგა. როდესაც ეს ნაწილი საზოგადოების მივიდა პოლიციის შენობასთან, ამის შემდეგ მათაც ძალიან ბევრი ლიდერი იქ უკვე მოუწოდებდა, რომ დაშორებულიყო პოლიციის შენობას, მაგრამ ამ სიტუაციაში უკვე სიტუაციის გაკონტროლება მათ ვერ შეძლეს და ჩვენ ეს ძალიან კარგად დავინახეთ. მათ ვერ შეძლეს იმ ადამიანების გაკონტროლება, რომელიც მათ მიერ იქნა მოყვანილი პოლიციის შენობაზე. ამ დროს უკვე ბუნებრივია დაპირისპირება იყო სახეზე, ჩვენ ხედავდით როგორც ერთი მხრიდან ჯოხების იქ იყო ჯაჭვის გამოყენება, იყო ხელკეტების გამოყენება, იყო ქვების სროლა მათ შორის იმ მომიტინგეთა მხრიდან, რომელიც მივიდნენ პოლიციის შენობაზე. ისე მეორე მხრიდანაც ბუნებრივია ადეკვატური ძალის გამოყენება ჩვენ ხედავთ. და ამ შემთხვევაში შესაძლოა დაზარალდნენ ის პირები, რომლებიც უფრო ახლოს იყვნენ ღობესთან, რაც ყოფდა დაპირისპირებულ მხარეს. მაგრამ არის ბრალდება ოპოზიციის მხრიდან, რომ ის რომ დაზიანებები აქვს თავის არეში მიღებული, ეს არის შედეგი იმისა, რომ სროლა მოხდა დამიზნებით მიზან მიმართულად. აქ რა და ვინ და როდის დაზიანდა, ამის გარკვევა იქნება ძალიან რთული. მე ვნახე გუშინ კადრები, როდესაც მომიტინგეების მხრიდან მოქნეული ჯოხი ხდებოდა თვითონ მომიტინგში მონაწილეებს. ამიტომ ამის გარკვევა ეხლა ცოტა შორს წაგვიყვანს, თუმცა ვფიქრობ, რომ თავარი არის ის, რომ პოლიციამ მინიმალურად აუცილებელი ძალის გამოყენებით აიღიდა თავიდან და საზოგადოებას ააცილა მნიშვნელოვანი უსიამოვნება. ბატონ პავლე, ოპოზიციის ლიდერები განმარტავენ, რომ ეს ინციდენტი დაიწყო მას შემდეგ, რაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ დაკავებულ სამ ახალგაზრდას პოლიციაში მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. რითი ახსნით თქვენ ხელისუფლების წარმომადგენელი მათ მდგომარეობას, გასაგებია, რომ ისინი იყვნენ ეჭვმიტანილები და დაკავებულნი იყვნენ კონკრეტული ბრალდებით, მაგრამ მათ დაზიანებები ეტყობათ ხელზე და თავადაც აცხადებენ, რომ ისინი სცემეს. მოდით ესე ვთქვათ, პირველ რიგში მე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ვერანაირი მიზეზი ვერ გაამართლებს, ვერანაირი საბაბი ვერ გაამართლებს იმას, რომ ვინმე მოუწოდოს საზოგადოებას პოლიციის შენობის აღებისაკენ. ამის გამართლება არის შეუძლებელი. რაც არ უნდა კონკრეტული ფაქტი ყოფილიყო, ამით გამართლება იმის, რომ საზოგადოება წაიყვანო პოლიციის შენობის ასაღებად, არის შეუძლებელი და მე მგონი ეს ძალიან ნათლად განუმარტეს ჩვენ ოპონენტებს, მათ შორის ჩვენმა წარმომადგენლებმა სხვა ქვეყნების და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა დაზიანებები იმ ადამიანებზე, რომლებიც იყვნენ დაკავებული კონკრეტულად ის სამ პიროვნებაზე, რომელიც სახელდებოდა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დაზიანებები იყო დაფიქსირებული პოლიციის შენობაში მათ მიყვანისთანავე, სხვა ინფორმაცია მე არა მაქვს. რაც შეეხება იმას, თუ რა რეაგირება უნდა მოყვეს ამას, თუ სხვა ფაქტები იქნება გამოვლენილი, ბუნებრივია რეაგირება იქნება, მაგრამ მე მინდა მივიდე იქამდე, თუ საიდან დაიწყო ეს დაპირისპირება. ეს დაპირისპირება
დაპირისპირებას დაიწყო იმით, რომ ჩვენმა ოპონენტებმა თვალი დახუჭეს ძალიან ბევრ რამეზე, მათ შორის იმაზე, რომ ვერ გააკონტროლეს მათ მიერ მოწყობილი ეგრეთ წოდებული სირცხვილის კორიდორის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ჟურნალისტების. ბუნებრივია, როდესაც სამართალდამცავ ორგანოებზე არის საუბარი, მათ შეიძლება ქონდეთ თმენის ვალდებულება, მაგრამ ჟურნალისტების მიმართ მსგავსი უპატივცემულობის გამოხატვა, მათ შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა და მით უმეტეს ფიზიკური შეურაცხყოფა არის ის, რაც ნებისმიერმა პოლიტიკოსმა უნდა აარიდოს საზოგადოებას. მე დღეს მოვისმინე ქალბატონი ბურჯანაძის კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ თურმე მას არ აქვს ინფორმაცია ნიკა ავალიანის ცემის ფაქტთან დაკავშირებით. მსგავსი ტყუილი პოლიტიკოსის მხრიდან დიდი ხანია არ გამიგია ნამდვილად და თუ ვინმე ერთხელ მაინც ჩართავდა ბოლო 2-3 დღის განმავლობაში ტელევიზორს, ნამდვილად იქნებოდა ამ ფაქტის მოცემა, მაგრამ ჩვენმა ოპონენტებმა ეს ფაქტი დაგმეს როგორც პოლიტიკოსებმა, ასევე მათ შორის ოპოზიციის ლიდერებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა, მაგრამ კი ბატონო, ძალიან მოკლედ თუ შეიძლება კითხავდა დავასრულებ. ჩვენმა ოპონენტებმა ამ ფაქტზე თვალის დახუჭვა ამჯობინეს. ქალბატონი ნაჭყებიას განცხადებაც გვაქვს, რომ თურმე ეს იყო უბრალოდ ალიყური ჟურნალისტისათვის, რომელმაც ეს დაიმსახურა, იმიტომ რომ ცუდი სიუჟეტები მოამზადა, არ შეიძლება ესეთი დამოკიდებულება ჟურნალისტებისადმი და მსგავსი ზეწოლის გაგრძელება. სამწუხაროდ ბატონმა ალასანიამაც, რომელიც ჩემს წინ გამოდიოდა, ასევე არ გაამახვილა ამ ფაქტზე ყურადღებას და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი ის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანი მსჯელობის საგანი უნდა იყოს პოლიტიკური დიალოგის დროს, რომელზეც ჩვენ აქ საუბრობთ. უდავოდ ეს ფაქტი არის ნამდვილად დასაგმობი, მაგრამ ოპოზიციას აქვს ასეთი ბრალდებაც. მართალია ის ახალგაზრდები, 3 ახალგაზრდა დააკავეს ჟურნალისტის ცემის ბრალდებით, მაგრამ ოპოზიციის შენიშვნა და კრიტიკა ხელისუფლების მისამართით ბრალდება გნებავთ არის ასეთი, რატომ არ ხორცელდება მაშინ სისხლის სამართლებრივი დევნა იმ ადამიანებზე, რომლებსაც ადანაშაულებენ მომიტინგეების ცემაში. ოპოზიციის ლიდერების, ოპოზიციის აქციის მონაწილეების განცხადებით, ძალიან ბევრი ადამიანია ნაცემი ამ ხნის განმავლობაში. წუხელაც მოხდა მსგავსი ინციდენტი, როდესაც ნაცემი იქნა 14 წლის მოზარდი სულხან მოლაშვილის შვილი. ხო, ბოლო ფაქტის დაკავშირება მიტინგებთან და პოლიციის, ასე ვთქვათ, შენობასთან მიმდინარე პროცესებთან მე მგონი ცოტა დაუსაბუთებელია, ამიტომ ამ თემაზე არ შევჩერდები. უბრალოდ ფაქტს ბუნებრივია, როდესაც მსგავსი პროცესები არის ქვეყანაში და სამართალდამცავი ორგანოები მაქსიმალურად ერიდებიან კონტაქტს უშუალოდ მიტინგის მონაწილეებთან, იმიტომ რომ თავიდან გავიცილოთ კიდევ ერთხელ ხაზს ყოველგვარი გართულება. მსგავსი ფაქტები შეიძლება არსებობდეს და მაგზე აუცილებელია რეაგირება. მე ვიცი რამოდენიმე ფაქტი, რომელსაც რეაგირება უკვე მოყვა, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ესეთი ფაქტი იქნება სათანადოდ განხილული, შესწავლილი და რეაგირება აუცილებლად იქნება დროული. ამიტომ ეხა ამ მიზეზით რაიმე ფორმით გამართლება იმისა, რაც გუშინ ხდებოდა, მე ვფიქრობ, რომ არასწორი. ბატონ პავლე, ოპოზიციის ლიდერებმა, კერძოდ თავად ირაკლი ალასანიამ, რომელიც ჩვენი გადაცემის სტუმარიც გახლდათ, დღეს განაცხადა, რომ აუცილებლად უნდა დაიწყოს დიალოგი, რათა განიმუხტოს ვითარება და ვიპოვოთ შექმნილი კრიზისიდან გამოსავალი, მხოლოდ დიალოგი წინაპირობების გარეშე არის თუ არა ხელისუფლება თავად მზად დიალოგი დაიწყოს დაპირისპირებულ მხარესთან ასევე წინაპირობის გარეშე. ჩვენ დიალოგთან დაკავშირებით ჩვენი წინადადებები და შეთავაზება დიალოგის გავაკეთეთ რამოდენიმე თვის წინ. ჩვენი ოპონენტების მხრიდან სამწუხაროდ დღემდე გვექცნოდა საკმაოდ ცინიკური დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. თუმცა ჩვენ მუდმივად ვიმეორებდით, რომ დიალოგს ალტერნატივა ნამდვილად არ აქვს და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ოპონენტების ნაწილი ან მთლიანად მათი პოლიტიკური ლიდერები იქნებიან წარმოდგენილი დიალოგის პროცესში. თუმცა დღევანდელ განცხადებაზე ვისაუბროთ, ბატონ პავლე, დღევანდელი განცხადების ფორმულირება შედარებით განსხვავებული იყო ადრე გაკეთებული განცხადებებისაგან. დიახ, განსხვავებული იყო ეს ფორმულირება და მე მივესალმები თუ დიალოგის პროცესში ჩართვას ჩვენი ოპონენტები არ უკავშირებენ ულტიმატუმს, კარგია თუ ეს ტონი შეიცვალა. დარწმუნებული ვარ, რომ დიალოგის გზით შეიძლება ბევრი საკითხის გადაწყვეტა. არ არსებობს საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც მხარეებს არ შეეძლოთ მოლაპარაკება, საუბარი, თავიანთი პოზიციების შეჯერება. აქედან გამომდინარე, ნამდვილად მისასალმებელია ის, რომ ბატონმა ირაკლიმაც დააფიქსირა ეს თქვენ ეთერში, მათი მზაობა
დიალოგისათვის ჩამოყალიბდა, საბოლოო სახე მიიღო, ჩვენი მხრიდან ეს არის დაფიქსირებული უკვე დიდი ხნის წინ. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მხრიდანაც იყო განცხადებები, ბატონო პავლე, თავდაპირველად იყო ჩამონათვალი საკითხებისა, შემდეგ პასუხი იყო ერთგვარად ოპოზიციის მოთხოვნაზე, რომელიც ითხოვდა კატეგორიულად მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გადადგომაზე საუბარს, რომ ხელისუფლება ამას არ განიხილავს. დანარჩენ საკითხებზე კი ბატონო ვისაუბროთ. დღეს, როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე ვართ მზად მივსხდეთ მოლაპარაკების მაგიდად, თქვენ თუ გამოთქვამთ მსგავს მზადყოფნას? ბუნებრივია, თუ ეს არის დიალოგი, მაშინ ჩვენ არ დავაყენებთ არანაირ პირობას, თუ ამას მიეცემა ულტიმატუმის სახით, ბუნებრივია, ვერ გაგრძელდება ის პროცესი, რასაც შეიძლება ადგილი კონდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ოპონენტები დღეს საუბრობენ სწორედ დიალოგზე და არა ულტიმატუმზე. აქედან გამომდინარე, რა იქნება საკითხები და როგორ იქნება განხილული ის დიალოგის პროცესში, ალბათ ცოტა მოგვიანებით გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი. ნახოთ, მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი მხრიდან იქნება კიდევ ერთხელ დაფიქსირებული ის, რომ მზადავართ მათთვის მისაღებ დროსა და ადგილას ან შეთანხმებულ დროსა და ადგილას გაიმართოს ეს პროცესი და იმედი მაქვს, რომ ეს იქნება მართლაც გადამწყვეტი იმ სიტუაციის ნორმალიზაციის კუთხით, რომელიც შექმნილია ქვეყანაში. როდი შეიძლება შედგეს ეს დიალოგი, ბატონ პავლე, თქვენც ახსენეთ დრო და ადგილი და ოპოზიციამაც მოითხოვა დღეს დროისა და ადგილის დასახელება. როდი შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოლაპარაკება დაიწყება? მე დღეს თავ შევიკავებ კონკრეტული დროის და ადგილის დასახელებისგან ბუნებრივია, ეს გუნდის გადასაწყვეტია და იმედი მაქვს, რომ ჩვენი შეთავაზება მისაღები იქნება ჩვენი ოპონენტებისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ რაც უფრო სწრაფად მოხდება დიალოგის წარმართვა, მით უფრო წარმატებული იქნება ის პროცესები. მათი შემოთავაზებების გასაზიარებლად. თუ გულისხმობთ დროსა და ადგილს შეხვედრის ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია ჩვენ წინადადებებს შევთავაზებთ და იმედი გვაქვს, რომ გამოხმაურება იქნება. ყოველ შემთხვევაში დღეს ბატონი ალექსანდრიანის განცხადებები ამ თქმის საფუძველს ნამდვილად მაძლევს და იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში საზოგადოება გაიგებს კონკრეტულად ამ დიალოგის გამართვის ცალკეულ დეტალებს. და დასასრულს მოსალოდნელია თუ არა ამ დიალოგის ამ პროცესში ჩაერთოს მიხეილ სააკაშვილი? ვინ და როგორ ჩაერთვება დიალოგის პროცესში, ეს უნდა გადაწყვეტონ თავად მხარეებმა. ჩვენ არანაირად არ ვაყენებთ რაიმე პირობას იმისა თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას ჩვენი ოპონენტების მხრიდან დიალოგის პროცესში. ასევე მიგვაჩნია, რომ ჩვენი გუნდი გადაწყვეტს თვითონ თუ რა ფორმატში წარიმართება დიალოგი და ვინ იქნება წარმოდგენილი დიალოგის პროცესში, თუმცა ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს წარმოდგენილი დიალოგის მაგიდასთან, იქნება სრულ უფლებამოსილი, რომ გააკეთოს განცხადებები, გააკეთოს წინადადებები, შეთავაზებები, სწორედ მთლიანად გუნდის სახელით. ძალიან დიდი მადლობა, გმადლობთ ბატონ პავლე გადაცემაში მონაწილეობისათვის. პირველი თემის შეკითხვის პირდაპირ ეთერში იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი პასუხობდა. პირველი თემა დღეს ამით დასრულებულია. გმადლობთ ყურადღებისათვის. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით ნახვამდის.